რაც შეეხება ჩიბუხებს, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ჩიბუხი აუცილებლად პირველი ჩიბუხი უნდა შეიძინოთ მაღალი ხარისხის. სასურველია იტალიური ფირმა სამინელის ჩიბუხი, მე სამინელის ჩიბუხს გირჩევ. ეს არ არის რეკლამა, იმიტომ რომ ერთ სამინელის წარმომადგენელი ვარ, არავინ არ ჩუქნის ჩიბუხს, მე რაც მაქვს სამინელის ჩიბუხები, ყველა მე მაქვს ნაკლი, მე ვიშოვებ. ვიშოვე ქვია ზუსტად აი ამას, ეს რაღაცა იცოდეთ, ჩიბუხის მოწევა და თამბაქოს მოწევა ჩიბუხში არ არის უბრალოდ მხოლოდ მოწევა, ეს არის რაღაცა პატარა კოლექციონირებაც. მე რო ჩაგითხრევთ, იმიტომ რომ ეხა ერთი ჩიბუხზე ვერ გაჩერდებით. ერთი ჩიბუხი ვერ გექნებათ. შემდეგ წლების მერე რამოდენიმე ჩიბუხი დაგჭირდებათ, სხვა ტიპის თამბაქოს მოსაწევად. სხვადასხვა გემო აქვს ჩიბუხებს, სხვადასხვა ეფექტს იძლევა ერთ და იგივე თამბაქოს სხვადასხვა ტიპის ჩიბუხში, ანუ ძალიან გრძელი, უხეშად რო გითხრათ, ეხა ძალიან გრძელია ჩიბუხი არის აი ესე დაგრეხილი ჩიბუხს, აი ეს მონშტუკი ქართულად აღარც ვიცი მოვიძიებ შემდეგ ამ სიტყვას, აი ეს განაწილი ზოგ ძალიან გრძელი აქვს, ზოგ ძალიან მოგრეხილი აქვს. აგიხსნით მე ეს რა ნიუანსები არის, რა დეტალები არის. და ყველას აქვს თავისი დასახელება, ანუ არის ჩიბუხების დასახელება, სახელი ბილიარდი, პოკერი, ჩიჩვარდენი და ბულდოგი და აი ესე შემდეგ. ეხლა კლასიკური ჩიბუხი არის სადღაც 10-15 სანტიმეტრის სიგრძის, ეს სწორი, ჩვეულებრივი საშუალო ზომის, ეს ნაწილი, რომელშიც თამბაქოს ჩავდებთ, ჩავპრესავთ, ჩავაკეთებთ. ამას ესე იგი ჯამი უნდა დავარქვათ, არ ვიცი ქართულად, მე ვერ მოვიწვევ ქართველი შესატყვისი სიტყვები, ისე როგორც ავტომობილის ნაწილების ნახევარზე მეტის ქართული დასახელება თითქოს არსად არ არის. და უფრო გრძელი რომელიც არის, ანუ რაც უფრო გრძელი არის აი ეს მონშტუკი, თამბაქო დიდხანს გადის მაშინ და უფრო გრილდება. თამბაქოს ბოლი რაც უფრო გრილია, უფრო გემრიელია. ანუ არომატიკულ ჩიბუხებს, თამბაქო ორ ტიპად იყოფა, კლასიკური და არომატიზირებული, არომატიკები ეწოდებული. არომატიკებს უფრო უხდება აი ესეთი დაგრეხილი ფორმის. მიყვარს ამის თქმა, აი ჟიტანი იყო, თუ ჟიტენ ფრანგული. სიგარეტი ბოშა ბოლისგან თითქოს შექმნილია, აი როგორ ცეკოს ბოშა ქალი. აი ესე თამბაქოს ბოლი რამოდენიმეჯერ რო გაივლის, აი ესეთ მოძრაობას გააკეთებს ჩიბუხში. არომატიკი უფრო გემრიელი ხდება. კლასიკურს არ ჭირდება, ამიტომ კლასიკურ თამბაქოებს ეწევიან აი ესეთ სწორი ფორმის ჩიბუხებში, რომელსაც ქვია ან ბილიარდი, ან ბულდოგი, ამის ტიპის. მაგრამ გირჩევ ჩვეულებრივი ბილიარდის ან ბულდოგის კლასიკური ფორმის ჩიბუხით დაიწყოთ. როგორც კი აუცილებლად უნდა იყოს კარგი ხარისხის და კარგი ხარისხის მასალის კიდე რაც თავარია. ეს უნდა იყოს ბრიარი. არავით არის მსხალი, არავით არის ვარდი,
ხერხულის ხოფმე ჩიბუხისგანაც არავით არის კაკალი არავით არის სხვა ეგზოტიკური ვაშლისგან არის ძალიან პოპულარული ამ ბოლო დროს ჩინური და ეს საქმე და არა რაში ეს საქმე ხა ბრიარი რა არის ბრიარი არის ველური შინდის ფესვზე წამნაზარდი კოჟრი და თუ გინახავთ ესეთი ხეებში უნდა იყოს აუცილებლად ხმელთაშუა ზღვისპირეთის ანუ ფაქტიურად მხოლოდ იტალიაში და მგონი საბერძნეთის რაღაც ნაწილში იზრდება ეს ხმელთაშუა ზღვისპირეთის ბრიარი მე მგონი 60-70 წელი ჭირდება რომ ეს კოჟრი იმხელა გაიზარდოს რომ მისგან გამოვიდეს ჩიბუხი გაგეთდეს ესე იგი ეს რას იძლევა ეს კოჟრი არის როგორც მოგეხსენებათ ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე უფრო სამხრეთით ეს სიცილია და ეს ადგილები დიდი ხნის განმავლობაში ნალექი არ მოდის და ეს ველური ბუჩქი არის რა ეს ხექვია თორე ბუჩქი არის ფაქტიურად 4-5 თვის განმავლობაში წვიმა რო არ მოდის აი ეს იკეთებს აი ამ წანაზარდს კოჟრს რომელიც წლის უფრო ნალექიან პერიოდში და როდესაც ნოტიო არის მიწიდან იღებს უამრავ მინერალებს და როგორც აკლემის კუზზე ამბობენ ხო შემდეგ გვალვის დროს და დროს როდესაც წვიმა არ არის ხე აი ეს მცენარე ველური შინდი იკვებება აი ამ კოჟრისგან და ეს კოჟრი წლების განმავლობაში როდესაც იღებს მინერალებს გაცემს შემდეგ იქცევა ისეთ მასალად სუბსტანციად რომელიც არის როგორც აი კორპი თითქოს ძალიან სუბუქი და ამ დროს ძალიან მინერალებით გაჟღენთილი და აქვს თვისება აი ამ მინარევების უცებ შეწოვის და როდესაც თამბაქოს ვეწევით უამრავი მინერალი უამრავი ზეთი უამრავი რაღაც ნაწილაკები გამოიყოფა და აი ეს ბრიარის ჩიბუხი ბრიარი ამას ყველაფერს თან თქავს და აღარ უშვებს ჩვენს ორგანოებამდე სადაც აი ცნობის და ესაც ჩვენს ენამდე და არ ხდება ჭერტი ჩვენს ორგანიზმში რა არის ეთერზეთები და ის აქ ორი რაღაცა არის ერთი არის რომ ორგანიზმს უფრო იცავს მეორე არის კიდე ის რომ წვის პროცესში თამბაქოს გემოვნური თვისებები უფრო კარგად იგრძნობა და ეს მინარევები უცებ შეიწოვება და ქრება და წლების განმავლობაში როდესაც აი ეთერზეთებს და აი სხვა 1000 მინარევებს იწოვს ბრიარი ის თავად ხდება რაღაც აი დაკრისტალებული ხის მასა რომელიც იწყებს ძალიან სურნელოვანი ხდება და აი ვერ წარმოვიდგენიათ კარგი ჩიბუხი წლების განმავლობაში რომ გამოიყენებენ თითქოს რომ დასუნავთ საფერფლის კი არ გავს არამედ რაღაცა თაფლის და აი ესეთი რაღაც მოდის თითქოს გეგონებათ რომ რაც სპეციალურად რაღაცებს შეავლებდნენ და რაღაც სითხეებით ამუშავებდნენ რომ ეს მეკითხებიან კაცო რით ამუშავებ ამას ასეთის უნდა არაფრით არ ვამუშავებ უფრო მეწევი კარგი ხარისხის თამბაქოს და სწორად უწმინდა ამაზე შემდეგ გადავალე სწორად თუ არ გაწმინდა ჩიბუხი გადასაგდები გახდება და მართლა საფერფლი გახდება მას ნელა მიყვეთ მოკლედ შევთანხმდით იმაზე რომ უნდა იყოს აუცილებლად ბრიარის ჩიბუხებს ხელმისაწვდომ ფასებში ანუ არის ხი და ფასი ჩემი აზრით ეს არის სამინელი მეორე ადგილზე არის ჩემთვის პიტერსონი ირლანდიული ფირმა ასოშორის ეს ბრიარიც ორი ტიპის ბრიარი არის ცნობილი რომელიც გამოიყენება ჩიბუხებში მაღალი კლასის ეს არის ხმელთაშუა ზღვის ბრიარი და შოტლანდიური ბრიარი. სხვათა შორის ბრიარი ძალიან ცოტა ქვეყანაში მოიპოვება, სულ 5-6 ქვეყანაში მოიპოვება, ერთ-ერთი საქართველოც არის. აფხაზეთის ტერიტორიაზე და აჭარის ტერიტორიაზე ხარობს ეს ველური შინდი, თუმცა ამის კულტურა ჩვენთან აი მისგან ჩიბუხის დამზადების მგონი არ იყო.
კიდევ რამე შემოგდავს. ხო, საქართველოში სამწუხაროდ ვერსად ვერ იყიდით. სამინელის ბრიარის ჩიბუხს ეს შეიძლება შეიძინოთ Amazon-ზე, eBay-ზე და სხვადასხვა მაღაზიებში. Amazon-ზე და eBay-ზე უფრო დაზღვეული ხართ, იცით, რომ უფრო ადვილია აკვაჭრობა და ვიდრე პირდაპირ მაღაზიებში. ფასლამატის ფაქტიურად არ არის, მე კარგი ჩიბუხი რო ვნახე მაგალითად რაღაც ამერიკულ მაღაზიაში და ღირდა $100 და უნდა უთკიცო და უხსნა რომ შენ ნაღდად ხარ 21 წლის და რომ შენ არ ახარ ვიღაცა სხვა და შენ რომ რაღაცისთვის არ გინდა და შენ მართლა შენთვის გინდა მოსაწევად და შენ ამ ჩიბუხს არავის არ დაარტყამ და ამ ჩიბუხით არავის არ დაჭრი და არავის არ მოკლავ და მთელი პროცესები ჭყვიდან გადაგიყვანენ და ღირს $100, ზუსტად ის $100 ღირს Amazon-ზე იგივე მაღაზია, Amazon-ზეა დარეგისტრირებული და ყიდის Amazon-ზე. ამერიკულ Amazon-ზე იყიდეთ და როგორ გადამზიდავები ეცით, იმ გადამზიდავებით ჩამოიდანეთ. თუ პირდაპირ გამოაგზავნეთ სადღაც $20-30 ვისთვის როგორ არის, მე ყოველთვის Amazon-ზე და eBay-ზე რასაც ვიდობ, აგზავნე არ დავასახელებ ხემ კომპანიას, ერთ-ერთი გადამზიდავია დიდი ხნის საქართველოში. ოპერირებს და ყოველფერად 5-6 ლარი ჯდება ერთი ჩიბუხის ჩამოტანა. ეს ჩიბუხი. გავარკვიეთ. ნუ ეხლა ვაკაც როგორ არის, თქვენ დაიწყეთ საწყისი ფასის სადღაც ნუ გონი $70-80 $90 შეიძინოთ სამინელის სასტარტო ყველაზე იაფიანი ჩიბუხი. ეხლა მიდის 1000 და 2 და 3000 ცხირს სამინელის ჩიბუხები. მაგრამ მე ერთ დეტალს გეტყვით თქვენ. ისევე როგორც საათებში $100 შეგიძლიათ საკმაოდ მაღალი high class-ის ჩიბუხი იყიდეთ. მას არ იქნება ინკრუსტირებული ოქრო, ბრილიანტი, Swarovski-ის ქვევი და რაღაცები, ეს იქნება კარგი ჩიბუხი. გონი ამას უფრო სწორად ჩვენ ქართულად შედან ყალიონი ქვია. ჩიბუხი არის აი ეს წინა ნაწილი. მოდით ეხლა თან ჩვენებთ რო ახსნა. აი, რაზეც ვიჭირავს. ეს არის მუნჯტუკი. ხოლო ქვედა ხის რაც არის, ეს არის ჩიბუხი.